მშობელთა სკოლა. გამარჯობათ, 4 შაბათია, 15 საათი და 10 წუთი და როგორც ყოველთვის თქვენ იცით, ვინც ჩვენი მუდმივი მსმენელები არიან, რომ ამ დროს ეთერშია მშობელთა სკოლა. რატომ დუმს ბავშვი, როგორ მეტყველებს? აი ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა და დაგვირეკეთ ტელეფონებზე 240 91 92 და 240 92 92. თქვენ გვისმენთ ახლა ჩვენ რადიო ტალღაზე FM 102.4 და ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტით პირდაპირ ეთერში საიტზე radio 1.g. მეტყველება და მეტყველების განვითარება საერთოდ ადამიანთა შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი და სპეციფიური ფორმაა და მშობლებმა უნდა იცოდნენ თუ როგორ შეაფასონ მეტყველების განვითარება თავისი ბავშვის, რადგან რაც უფრო ადრე იქნება შემჩნეული ხარვეზები და ჩამორჩენა, მით უფრო ადვილია ამ პრობლემის დაძლევაც. და ამ თემაზე საკონსულტაციოდ სტუდიაში დღეს ჩვენ მოვიწვიეთ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქიატრი მედია ზირაქაშვილი და ენისა და მეტყველების თერაპევტი ანკა შამათავა. გამარჯობათ. დაიბადება თუ არა ბავშვი ის ტირის და თან ტირის სხვადასხვა ხმაზე და გამოცდილი და ყურადღებიანი მშობელი არჩევს როდის რა ხმაზე ტირის ბავშვი და აი ასე ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ, გამოიცნობს ძალიან კარგად და შეიძლება ის ჩავთვალოთ მეტყველების პირველ საფეხურად. მე ბევრი ექიმისგან გამიგია ასეთი რამ, რომ ბავშვმა დიახაც უნდა იტიროს. არა მხოლოდ ფილტვებისთვის ყოფილა ეს კარგი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების განვითარებისთვის და მიხარია, რომ ამ კუთხით დავიწყეთ საუბარი, რადგან ჩვენ ხშირად ყურადღებას ვაქცევთ ენას და უფრო მეტად მეტყველებას, ანუ ვერბალურ მეტყველებას და თქვათ მშობლებიც ამ კუთხით მოგმართავენ ძირითადად, რომ ბავშვი არ საუბრობს. მაგრამ არასდროს, ანუ იშვიათ შემთხვევაში მკვირდებით, დიახ, იმ გზას რა რთულ და კომპლექსურ გზას გადის ამ დროს ბავშვი თქვათ კომუნიკაციის დაწყებიდან, მისი სამყაროში მოვლენიდან, თქვათ სიტყვის თქმამდე, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და მე მოკლედ მინდა ვთქვა რა განსხვავება ენას, მეტყველებასა და კომუნიკაციას შორის. რეალურად ეს ორივე არის კომუნიკაცია, ხო ჩვენ ვიბადებით იმისთვის, რომ ვიყოთ საგარე სამყაროსთან ურთიერთობაში და კომუნიკაცია არის აქედან გამომდინარე საბაზისო ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქცია, რომ თქვათ გამოვხატოთ ჩვენი აზრები, გზნობები, შეხედულებები, ან სიტყვიერად თქვათ, ან სხვანაირად ადამიანი მე მგონი ვერც იარსებობს, ხო, როგორც გონიული არსება. დიახ, ამიტომ ტირილის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი თქვათ კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ფუნქცია, როდესაც შენ იპყრობ ყურადღებას შენი მშობლის, ან თქვათ ვინც გივლის იმის და დიახ და იწყება ყოველთვის მშობელი ასე თქვათ ინტერპრეტაციას უკეთებს ბავშვის ტირილს, ხო? ნეტავშია თუ არა, თქვათ გამოცვლა სხვადასხვა ხმაზე ტირის ბავშვი. ალბათ როდესაც რაღაცა ტკივა, უფრო ძლიერად. სხვანაირად, როდესაც ეძინება სხვანაირად კრუსუნებს, რაღაც კატასავით კრუტუნებს, როდესაც კმაყოფილია თქვათ და უკვე დანაყრდა იქ მაშინაც სხვა ხმაზე. კი, ეს გუღუნიც აუცილებელი წინაპირობა იმის, რომ შემდგომ ანუ ეს უკვე არის მეტყველების ერთი პირველი ელემენტი, არა? დაწყება კომუნიკაციის, რაც შემდეგ გადადის თქვათ უკვე ენის დასწავლაში და შემდგომ როდესაც უფრო გვიან კომუნიკაციაში. აი იზრდება ბავშვი და მისი ვოკალური, ასე დავარქვათ, შესაძლებლობებიც იხვეწება და გაკვეთილები რთულდება. პირველ რიგში რაც თქვენ ბრძანეთ, რომ მან უნდა ისწავლოს გარშემოყოფთა ნათქვამის გაგება, ყურადღების მიპყრობა, ეს ერთი გაკვეთილი და მეორე კიდევ უფრო რთული საკუთარი ვოკალური და მოგვიანებით მეტყველების უნარი უნდა განავითაროს, არა? აი აქ უკვე უფრო რთულდება ამოცანა. აი ამ ტირილის მშობლისაც სხვათა შორის მე მგონი, არა? მშობლის ამოცანაც რთულდება უკვე, იმიტომ რომ იქ უკვე ბავშვი შეუქმნას ითი გარემო, თავისი ინიციატივით ტირის სხვადასხვა ხმაზე. აი ახლა როდესაც უკვე მეტყველება უნდა განივითაროს, აქ მშობლის როლი გამოდის წინა პლანზე. რა თქმა უნდა. ნუ თავიდან იწყება იმით, რომ თქვა ეს გუღუნის პერიოდში ბავშვი ძალიან ასე თქვა ექსპერიმენტს ატარებს ბგერებზე, მისი ვოკალური ექსპერიმენტების პერიოდი ქვია ამას და თქვა იწყება რაღაცა მარტივი ყელისმიერი ბგერებით, რასაც ჩვენ აღულს ვეძახით და იწყება გუღუნით, შემდეგ ემატება ამას თქვა სხვადასხვა ბგერები და ამბობენ თქვა მეცნიერები, რომ თავდაპირველად ყველა ბავშვი ესე იგი უამრავ ბგერას
ესე იგი წარმოთქვავენ, მაგრამ შემდგომ დროთა განმავლობაში იწყება გაცხრილვა და რჩება მხოლოდ ის ბგერები, რაც ამ ბავშვის, ვთქვათ, ფონეტიკურ რეპერტუარში უნდა შედიოდეს და უნდა მაგალითად ქართულს რა ბგერები სჭირდება და ვთქვათ, სამეტყველოდ მე რაც დამჭირდება მომავალში. აი თქვენ გადაცემის დაწყებამდე მესაუბრებოდით კომუნიკაციის პრობლემაზე. აი როდესაც ბავშვი და დედა არიან სახლში და ბავშვი ჯერ ტირის ნოს დამოუკიდებელი ის მისი შესაძლებლობებია, მაგრამ აი როგორ აისახება ბავშვზე ეს დედისა და თავისი საკუთარი შვილის ურთიერთობა, როგორი უნდა იყოს დედა ამ დროს? ეს არის ფაქტობრივად უმნიშვნელოვანესი. ხო, ვიცით რომ ბავშვი ვერ ლაპარაკობს და ჩვენც ვიყოთ ჭუმად. ამიტომ არა, პირიქით, ჩვენ უნდა შევქმნათ სამეტყველო გარემო, რაც ნიშნავს სამეტყველო გარემო, შევთავაზოთ, რაც უფრო მეტ სტიმულს შევთავაზებთ, თქვათ, გარე გამყიზიანებელს სამეტყველოდ, მაგალითად ხშირად დაველაპარაკებით, გამოვიწვევთ სათამაშოდ, დაუსახელებთ სხვადასხვა საგნებს, მით უმეტეს ისეთ მარტივ საგნებს, რასაც ბავშვი თვითონ იყენებს. ბურთი, ჭიქა, ბოთლი, თქვათ, ყოველდღიურად მისთვის ნაცნობ საგნებს. იმიტომ რომ იმიტაცია ამ ასაკში ყოფილა ძალიან დიდი თვისება კარგი ბავშვისთვის, ამითი ვითარდება ბავშვი. ალბათ სამეტყველოდ მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელია იმიტაცია, ისევე როგორც ჟესტების და მიმიკების, თქვათ, ემოციების, ასევე, რა თქმა უნდა, სიტყვების. და მშობელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამაში, თქვათ, რაღაცა შუალედის დაჭერა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობელი ჰიპერ ასე ვთქვათ, სტიმულაციას უწევს და ვთქვათ, ბევრ კითხვას უსმევს ბავშვს, რაც არ არის მისი ასაკისთვის იმ მომენტში ვთქვათ შესაფერისი. ან ასწავლიან კითხვას და წერას ვთქვათ პატარა ბავშვებს, როდესაც არ არის ამის შესაძლებლობა. მოზრდილ ასაკში, მაგრამ მე მაინც ერთ წლამდე ბავშვი მქონდა, ეხლა მეგონა რომ ეს აუცილებლად, რაც უფრო მეტ სტიმულს მივცემთ სამეტყველოს, რაც უფრო მეტ დაველაპარაკებით, ვეთამაშებით, იქნება ეს ხმების გამოცემით, იქნება სიტყვების დასახელებით. გამოდის რომ განსაკუთრებული კომფორტიც არ უნდა შეუქმნათ, არა ბავშვს, რომ მან რაღაცა თქვას. მოითხოვოს. აუცილებლად იცით რა, ამიტომ არის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვს თუ აქვს აი ეს ინტერესი უნდა ქონდეს რაღაცა ობიექტების, თქვათ იმისი, რომ შენთან ითამაშოს, გამოგართვას, წაგართვას, მოგცეს. აი ეს ინტერესი რაც არის, რა თქმა უნდა, ესენი არის ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ფუნქციები და ამის შემდგომ ხდება. ჩვენ საუბრობთ მეტყველების ჩამორჩენაზე, იმიტომ რომ მშობლები ხშირად უფრო ამას უჩივიან. რომ აი ადარებენ საერთოდ მშობლებს ახასიათებთ ბავშვების შედარება თავის ბავშვს ადარებენ სხვას და ამას ოიმან უკვე რამდენი სიტყვა იცის ჩემი რაღაც ნაკლებს ლაპარაკობს ანუ არის რაღაც ჩამორჩენა მაგრამ არის კიდევ მეტყველების დარღვევაც აი მოდით თქვენ თეა იქნებ გითხრათ მედია უკაცრავად ბოდის გიხდით მედია რას ვეძახით რას უწოდებთ ჩვენ ჩამორჩენას და რას უწოდებთ უკვე მეტყველების დარღვევას იმიტომ რომ აი ეს გამიჯნო არის მნიშვნელოვანი მშობლისთვის ცოდნა მოგესალმებით მინდა გითხრათ რომ ჩვენ როგორც წესი ვიყენებთ ტერმინს დაყოვნება ასე ვთქვათ შეფერხება ჩამორჩენაზე ჩამორჩენის დროს ზოგადად იმიტომ რომ ვთქვათ ჩამორჩენა ეს უკვე ერთგვარი პრობლემაა. ჩამორჩენა უკვე დარღვევაა, ასე ვთქვათ, ზუსტადაც უკვე აშლილობაა, როდესაც ჩვენ სვამთ უკვე დიაგნოზს. ამიტომ ვთქვათ, როდესაც მშობელი გაკითხავს და გეუბნება, რომ ვთქვათ, თანატოლთან შედარებით, ვთქვათ, მეტყველება ისე არ არის განვითარებული, როგორც ის მოელის, ვთქვათ, იმიტომ რომ ვთქვათ, აქ შედარების საშუალება, ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაცნოთ ინფორმაცია განვითარების ნიშანსღეთების შესახებ. ანუ ეს რა მაინტერესებს, როდესაც მშობელი თქვენ მოგმართავთ ხოლმე, რომ აი ბავშვს უჩივის ბავშვის მეტყველებას, აქ უფრო ლექსიკურ მარაგზე აკეთებს ხოლმე აქცენტს, თუ მეტყველების დეფექტზე, საინტერესოა. უფრო ხშირი რომელია, მშობელმა რა იცის, აი ამ კუთხით მაინტერესებს. ხო, ნუ ესეც ძალიან ინდივიდუალურია, უფრო ადრეულ ასაკში, რა თქმა უნდა, უხშირსად არის მეტყველება, რამდენად არის თუ არ არის. ანუ ლექსიკაზე არის უფრო მეტი აქცენტი. ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც უფრო სოციალური ინტერაქციაში, თქვა, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტყველება, სრულყოფილი მეტყველება, აი სასკოლო ასაკში, მაგალითად უფრო მოსდილ ასაკში, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე აქცენტი კეთდება თვითონ ფონემატურ ელემენტებზე, ხო, რამდენად დამახინჯებულად მეტყველებაზე. დიახ, და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უფრო მარტივი შემთხვევაა. რაც შეეხება დაყოვნებას, ზუსტადად ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თვითოულმა ექიმმა, განსაკუთრებით პირველი ჯანდაცვის სკოლის ექიმებმა, მათ დაიდონ და ქონდეთ ინფორმაცია
ამ განვითარების, მეტყველების განვითარების, კომუნიკაციის განვითარების ნიშანსვეტების შესახებ და ყოველთვის მოხდეს შედარება, ასე ვთქვათ, ბავშვის კომუნიკაციური განვითარების აი ამ ნიშანსვეტებთან. საერთოდ პლუს მინუს 2 თვე აქ არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა რა. თქვათ 2 თვის შემდეგ თუ გააკეთა ის, რასაც თქვათ 4 თვის ასაკში, ეს არ არის მაინც სახიფათო, მაგრამ აი რა შემთხვევაში უნდა დაეჭვდეს დედა, რომ ჩამორჩა ბავშვი. იცით, როგორც წესი, კომუნიკაციური განვითარების დეფიციტი ძალიან მნიშვნელოვნად არის შერწყმული განვითარების სხვა პრობლემებთან. ამიტომ, როგორც წესი, ჩვენთან მომართვიანობის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ მეტყველების განვითარების შეფერხება და გითხრას, რომ მეტყველება არ არის განვითარებული, მაგრამ როგორც კი გადადიხარ იმ, ასე ვთქვათ, განვითარების უნარების შეფასებაზე, რაც ის ვთქვათ, ანკა მისაუბრა, აი კომუნიკაცია ზოგადად. მაშინვე ამჩნევ, რომ ვთქვათ, სხვა პრობლემებიც შეიძლება იყოს. ანუ შერწყმულია ასეთ შემთხვევაში. იცით, მომართვიანობა შეიძლება იყოს მხოლოდ კომუნიკაციურ დეფიციტთან დაკავშირებით, თქვათ, სამეტყველო დეფიციტთან დაკავშირებით, ძირითადად ლექსიკურ მარაგს გულისხმობს უფრო ადრეული ასაკი, მაგრამ აი ამის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს ძალიან ბევრი დიაგნოსტიკური კატეგორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცვის სკოლის ექიმა იცოდეს, იმიტომ რომ მასთან ხდება პირველადი მიმართვიანობა და გადმომისამართება შემდეგ ხდება ჩვენთან მეორადად, იმიტომ რომ პირდაპირ ჩვენ პაციენტი არ მოგმართავს, ძალიან იშვიათად. სხვა შორის ჩვენი პედიატრი, ვინც არის, ჩემი შვილიშვილების პედიატრი, ის ყოველთვის მისვამდა მე ამ კითხვას, რამდენი სიტყვა იცის. მაგრამ სწორი ყოფილა ესე იგი რა, მისი მიდგომა მე კი მიკვირდა ხოლმე რატომ ეკითხება ამას, რომ იწონებდით თქვათ თავს, მაგრამ თურმე მნიშვნელოვანია რაღაცის შესაფასებლად არა? ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე პარალელურად გულისხმობთ, მაგალითად თუ არის მეტყველების რაღაცა დონის დეფიციტი, მაგალითად ამ მეტყველების დეფიციტის შევსება რამდენად ხდება მიმიკა ჟესტებით, თქვათ. რამდენად იყენებს ინსტრუმენტულ ჟესტებს. ბავშვი რამდენად არის დახმარების სახით უკვე არავერბალური კომუნიკაცია რამდენად მოდის წინა პლანზე, ხო? ეს არის თვალით-თვალში მზერითი კონტაქტი, ეს არის სოციალური ღიმილი, ეს არის თითი ჩვენების გამოყენება, იმიტომ რომ როგორც ვამბობთ, ძალიან ბევრი დიფერენციაცია უნდა მოხდეს შემდეგ, თქვათ, მეტყველების სიმწირის თქვათ სხვა დიაგნოსტიკურ კატეგორიებთან რა აი თქვენ ბრძანეთ რომ სხვა დიაგნოსტიკური კატეგორიები და რასთან შეიძლება იყოს შერწყმული აი თქვათ რაღაც მეტყველების ჩამორჩენა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვთქვით რა შემთხვევაშია ჩამორჩენა და რა შემთხვევაშია დარღვევა. დიახ, ესე იგი, თუ ჩვენ ნახავთ რომ აი ეს ნიშანსვეტები დარღვეულია, მაგრამ ეს გამოიხატება მხოლოდ იმ ჩარჩოთი, რასაც ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხების ჩარჩო ქვია, ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ დაყოვნებაზე. თუ მაგალითად ეს დაყოვნება პარალელურად შერწყმულია სხვადასხვა უნარების დეფიციტთან, რომელიც მას ხელს უშლის როგორც აკადემიურ, ასევე თანატოლებთან ურთიერთობასთან მიმართებაში, ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ უკვე აშლილობაზე, იმიტომ რომ ეს მაგალითად დაკავებულობის და აკადემიურ მოსწრებაში, ვთქვათ, პრობლემა არის პირდაპირი ჩვენება იმისი, რომ უკვე ლაპარაკი იყოს აშლილობაზე და არა დაყოვნებაზე. სწორი იქნება მე რომ დავსვა ასეთი შეკითხვა, იმ რა შეიძლება ახლდეს ამ, როდესაც თქვენ დარღვევაზე საუბრობთ უკვე. აი რა შეიძლება ახლდეს თანხლები, მიზეზები ამ დარღვევისა? იცით რა, მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა, როდესაც საუბრობთ აი კომუნიკაციურ დარღვევებზე, რომელზეც საუბრობთ ანკა კიდევ უფრო დაწვრილებით ისაუბრებს, ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდ პროცენტში ესეთი ერთი ეტიოლოგიური ფაქტორი გამოვლენილი არ არის. ითვლება, რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარ-განწყობა, მაგალითად ითვლება, რომ 50-დან 70%-მდე ეს არის ჯანმრთელობის საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის მონაცემი, ასეთ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ თქვათ ამ გენეტიკურ ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ანუ როგორ იწყებდნენ საუბარს მისი მშობლები, არა? შეიძლება რამდენად იყო და გამოსწორდება თავისით? რამდენად იყო გარკვეული ტიპის დარღვევა, გააჩნია კომუნიკაციური დარღვევის რა ფორმასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ არსებობს მეტნაკლები სიმძიმე, თქვა თვითონ კომუნიკაციური დარღვევების შიგნით და ჩვენ ამაზე ალბათ ვისაუბრებთ. აი მაგალითად ესეთი ინგლისური ტერმინი late talkers რაც არის ჩვენ არ გვაქვს შესატყვისი გვიან საუბრის გვიან დამწყები ბავშვები. ესენი რეალურად უფრო გვიან იწყებენ საუბარს, ვიდრე მათ ასაკს შეეფერება და თქვათ შესაძლებელი არის რომ 3-4 წლის ასაკი
ისთვის ან 60 წელიწადში დაეციონ, თქვა აზრს, მაგრამ მაინც გვიან დაწყებული მეტყველება ხშირად შემდგომ მაღალ კლასებში იწვევს რაღაცა გარკვეული სახის პრობლემებს. ანუ შესაძლებელი არის, თქვა, როდესაც შეფერხება დაწევის, მაგრამ შეიძლება თქვათ, მაინც გამოიწვიოს რაღაც სახის პრობლემები. ამიტომ არის ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მშობლები არ დაელოდონ, რომ მაგალითად ჩემი მეუღლე მათ 3 წლის მერე დაიწყო საუბარი და თქვათ აი ეს სხვადასხვა რჩევებს, არამედ დროულად მიმართონ შესაბამის სპეციალისტს. მე მახსენდება სასაცილო გახური ანეკდოტი, 7 წლის ბავშვი უცებ იტყვის, რომ ხაშლამას რომელიც იქამდე დუმდა. არ ლაპარაკობდა ხაშლამას მარილი აკლდა, აქამდე რატო არ ლაპარაკობდიო და არ აკლდაო. ანუ რაღაც გარკვეული განსაკუთრებული კომფორტის შექმნაც თუ როგორ რა უნდა წამოვიყვანოთ რაღაცა თამაშის სახით ბავშვისთვის შესაფერისი და წამოვიყვანოთ თქვათ კომუნიკაციაზე ასე ვთქვათ პროვოცირება გაუწიოთ შეუქმნათ სურვილი იმისი რომ გვეკონტაქტოს. ორი ზარი გვაქვს ეთერში, მოდით უპასუხოთ ამ შეკითხვებს და გავაგრძელებთ მე საუბარს. გისმენთ? ალო, თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, შეგიძლიათ დასვათ. გამარჯობა. გამარჯობა გენცული. ეხლა ისა ბავშვი არის 5 წლის. 3 წლამდე ჩვეულებრივ გამართულად ლაპარაკობდა. აი რაც ზოპარკში ყავდა და ვეფხვის ღრიალმა შეაშინა. თუ ნერვიულობს ეთყება მეტყველების შეკავება. სიტყვის დასაწყის წასულს რამდენჯერმე იმეორებს, მაგრამ და აი ეს დაუსრულებლად და მე ასწორებს. დაწნარებულ სიტუაციაში ჩვეულებრივ ლაპარაკობს. ასეთ ბავშვს კურნალობის შემთხვევაში გამოუსწორდება თუ არა შემეტყველება. მეორე ზარით ჩავიწეროთ, მოდით და შემდეგ უპასუხოთ, დაგველოდეთ ქალბატონ რადიოსთან, აუცილებლად გიპასუხებთ ამ კითხვაზე, გისმენთ? ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. თუ შეიძლება ორსულობის პერიოდში დედის დაძაბულმა ცხოვრებამ გამოიწვიოს ბავშვის მეტყველების დარღვევა? კი ბატონო, გიპასუხებთ? მოდით გავცეთ პირველ კითხვას. 5 წლის ბავშვი, რომელიც 3 წლის ასაკში შეაშინა ვეფხმა და როგორც მივხვდი, ენის ბორძიკით საუბრობს, არა? პასუხი. სამკურნალოა თუ დავიწყო. მოდით ესე ვთქვათ, რომ სავარაუდოდ იმ მონაცემებიდან, რომელიც ქალბატონმა მოგვეწოდა, ეს სიმპტომები ძალიან გავს ენაბორძიკობის, ასე ვთქვათ, კლინიკურ მახასიათებლებს. საერთოდ ენაბორძიკობა, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ეს არის ფსიქოგენური ტიპის მდგომარეობა, ანუ მას ორგანული დარღვევის წინაპირობა აჭირდება იმისათვის, რომ ვთქვათ, დიაგნოსტიკური კატეგორია ჩამოყალიბდებს, ამიტომ ძალიან ხშირად გვიპირისპირებენ ხოლმე, რომ ვთქვათ, აი 3 წლამდე თუ კარგად მეტყველებდა, მაშინ რატო დაირღვა? ასე ვთქვათ, მეტყველება ზუსტად, იმიტომ დაირღვა, რომ იქ ფსიქოგენურმა ფაქტორმა ითამაშა როლი. როგორც წესი, ენაბორძიკობის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ასეთ შემთხვევაში მე როგორც მივხვდი, 5ჯერადი გამეორება არის მარცვლის და სავარაუდოდ საშუალო ტიპის ენაბორძიკობაზე არის საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვთქვათ, კიდევ უფრო დაწვრილებით გქონდეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ენაბორძიკობას თან ახლავს, ვთქვათ, მეორადი სიმპტომატიკა, ხო, ამაზე ალბათ ანკა გააკეთებს უფრო მეტად აქცენტს და ძალიან ხშირად ენაბორძიკობა, როგორც წესი, ექვემდებარება თერაპიას, თუ მას არ აქვს გენეტიკური წინასწარ-განწყობა, იმიტომ რომ 2/3-ში ენაბორძიკობას აქვს გენეტიკური წინასწარ-განწყობა და თუ არის ოჯახის რომელიმე წევრი, რომელსაც უკვე დასულ ასაკში აქვს ენაბორძიკობა, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ენაბორძიკობა იყოს, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ენაბორძიკობა არის ტრანზიტორული ხასიათის, ძირითადად ეს არის სპორადული შემთხვევების დროს, ანუ 1/13 არ გულისხმობს გენეტიკურ წინასწარ-განწყობას, ან არის ისეთი წინასწარ-განწყობა, როდესაც მშობელი გვეუბნება, რომ ადრეულ ასაკში დაიწყო 2 წლინახევრამდე, ვთქვათ, დაიწყო ენაბორძიკობა, 2 წლინახევრი 3 წლამდე დაიწყო ენაბორძიკობა და რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დედას ან მამას ეს ენაბორძიკობა აღარ აღენიშნებოდა, იმიტომ რომ ეს ენაბორძიკობა შეიძლება ერთ შვენიერ დღეს დაიწყოს და ერთ შვენიერ დღეს შეწყდეს, როდესაც ტრანზიტორული არის. მაგრამ ალბათ შესწავლა საჭიროა რა, უნდა მომმართო ექიმს და შემთხვევაში. აუცილებლად გამოკლება, რომ ვთქვათ, ფუნქციონირების დონე ვნახოთ ბავშვის, იმიტომ რომ ამ დროს ეს დავამატებ მეორადად განვითარებულ პრობლემას გაცილებით მეტი პრობლემამ გაცილებით მეტი სირთულე შეუძლია შეუქმნას, ეს არის ელექტიური მუტიზმი მაგალითად, როდესაც იმის გამო რომ ბავშვებს არ აქვს ადეკვატური მეტყველების უნარი, თქვათ ისინი უარს ამბობენ კომუნიკაციაზე, თქვათ უცხო გარემოში, მათში როდესაც სახლში ძალიან კარგად საუბრობენ. ან ჩვენ ვეძახით ესეთი სოციალური ფობია, როდესაც მათ აქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის შიში აქედან გამომდინარე, რომ მათ არ შეუძლიათ ადეკვატური კომუნიკაციის დამყარება მათი სამეტყველო პრობლემიდან გამომდინარე.
ალბათ ანკა უფრო მეც გვეტყვის. რა ვიცი რა დასამატებელი პრინციპში ესე ახსნისთვის მე მგონი არაფერი მე უბრალოდ რამდენიმე რჩევას მივცემდი ძალიან კარგი იქნება თუ ამ დროს ჯერ ერთი რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას გამახვილებენ თქვათ აი თვითონ ამ ენაბორძიკის მომენტში რომ ან დაასწორებენ ბავშვის ყურადღებას ხო, ბავშვს გაუმახვილებენ, ან მშობელი შეიმჩნევს მაგალითად, ან თქვათ ესე არ თქვა, გაასწორე, ან ეს მოკლედ შეუსწორებს ამაზე ბავშვი რა თქმა უნდა. არ უნდა მივაქციო, ბავშვი არ უნდა გააცნობიეროს. იცით რა, ისედაც აცნობიერებენ და ამიტომაც აი რომ თავს იკავებენ, თქვათ და ეს დაძაბულობა კიდევ იმას მატებს, რომ თქვათ ის გამეორებები ხშირდება. ამიტომ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ, თქვათ არ გაუმახვილებთ ყურადღებას, იქნება ძალიან კარგი, ასე მიეთით მეტი დრო, რომ თქვათ თქვან თავისი სათქმელი და არასოდეს არ დაამთავროთ მათი დაწყებული წინადადება. ეს ნიშნავს, რომ ხო, აი გავიგე, ესეთი აუცილებლად შეეცადეთ, რომ ლაპარაკის დროს შეხედოთ მათ, ანიშნოთ, რომ უსმენთ და იღებთ მის ასეთ მეტყველებას, თქვათ და ну, რა თქმა უნდა, კარგი არის თუ სპეციალისტი ნახავს, იმიტომ რომ ხშირად არის რომ თერაპიის პროცესში, თქვათ, იმდანაც იწყებენ კონტროლს ამისას, სწავლობენ გზას, როგორ იმეტყველო, ну, თქვათ, უკეთ და როგორ მოაქციონ ჩარჩოში ეს თავისი, თქვათ. მაგრამ სპეციალისტის დახმარება საჭიროა, რა, მხოლოდ მშობელი დაძინავს ამ პრობლემას. იცით რა, ეს რთულია შორიდან, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად რა სიმძიმის არის, თქვათ, რა მომენტებში მნიშვნელობა აქვს, ასე რომ თქვათ, სიმძიმისაც არ უნდა იყოს, ალბათ უნდა მივიდეს სპეციალისტთან. რა სპეციალისტთან უნდა მივიდნენ ამ შემთხვევაში? მე ეხლა ცოტა დავასწრებ, მაშინ მე ცოტა მოგვიანებით უნდა მეკითხა თქვენთვის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი თქვენი ახალდაარსებულია რა მიმართულებებით მუშაობთ და რა სპეციალისტები გყავთ ამ ცენტრში მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ბატონო მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ჩვენ მუშაობთ რეალურად მენტალური დარღვევის ნებისმიერ ფორმაზე და ჩვენი ასაკობრივი კატეგორია არის დაახლოებით 2 წლიდან 18 წლამდე, ანუ საკმაოდ ფართო ასაკობრივ კატეგორიას ვემსახურებით. 2 წლამდე არა? მაგრამ 2 წლამდე პრინციპში ალბათ ვერ შეამჩნევს. დიახ, ანუ მაგალითად ჩვენ ალბათ ჯობია სიმპტომურად ჩამოვყვეთ, თქვათ, რას შემთხვევაში შეუძლია მოგმართონ ვიდრე დიაგნოზებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ დიაგნოზების შემთხვევაში დიაგნოზს ჩვენ ვსვამთ, იმიტომაც გვაკითხავენ, ხო? სიმპტომების თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ, თქვათ, ნებისმიერი მდგომარეობა, დავიწყოთ მეტყველებით, როდესაც არის მაგალითად გერების არასწორი წარმოთქმა, როდესაც იგვიანებს ბავშვი მეტყველებას, როდესაც მისკენ მიმართული მეტყველების გაგების პრობლემა, მაგალითად დირექტივების შეუსრულებლობა ამ გაგების პრობლემების ფონზე. როდესაც მაგალითად მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვი არ უყურებს თვალებში. და თქვა და არ მიანიშნებს მიმიკა ჟესტებით სასურველზე და არ აქვს სოციალური ღიმილი, რომელიც განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ასევე ძალიან საინტერესოა თუ მოგმართავენ, თქვა ნებისმიერი ძირის დარღვევის შემთხვევაში, თუ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, როდესაც ის არ არის შერწყმული ორგანულ პათოლოგიასთან, რომ ჩვენ ვასწავლოთ ის ქცევითი ტექნიკები, რომელიც დაეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ქცევასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს დევიანტური ქცევა, ანუ უარყოფითი ოპოზიციური ქცევა, ან შეიძლება იყოს ჰიპერაქტიულობა, რომელზედაც ასევე ვიძრევით ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციას. ანუ არა მხოლოდ მეტყველებაზე მუშაობთ. არა, რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ ფართო რეგისტრი, დასწავლის სირთულეები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ის რასაც მოიცავს მენტალური ჯანმრთელობა და მენტალურ განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, პრაქტიკულად არის ჩვენი თემატიკა. ჩვენ მუშაობთ გუნდურად. მულტიდისციპლინარულ გუნდში ჩართული არის ყველა ის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია განვითარებაზე. ეს გახლავთ ფსიქიატრი, ნევროლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, რომლებიც აღჭურვილნი არიან ყველა იმ დიაგნოსტიკური ტესტებით, რომელიც დიაგნოსტიკური შეფასების შემდეგ, ასე ვთქვათ, სვამს დიაგნოზს და შემდგომ გაძლევს მიმართულებას, რა გაკეთდეს მომავალში. კიდევ 2 ზარი გვაქვს მართალია მეორე შეკითხვისთვის ჯერ არ გვიპასუხია, მაგრამ მოდით ის 2 ზარის ჩავიწეროთ. გისმენთ? მოგესალმები, დიდი პატივისცემით. შეკითხვა მაქვს ასეთი, ბავშვს აქვს მრავალი ენა, 3 ენა ესმის, წლინახევრისა და რამდენიმე სიტყვებს ამბობს, დედა, მამა და ესეთი რაღაცები და საშიშია თუ არა და როგორ ანუ რამდენიმე ენაზე ელაპარაკებით ბავშვს, არა? დიახ, დედა ელაპარაკება და მამა
უცხოენაზე დედია ქართულად და სამი ენა ესმის ბავშვი. ესმის, მაგრამ თვითონ ნაკლებს მეტყველებს, ხო? თვითონ აი ნაკლებს მეტყველებს, არის წლინახევრის ბიჭი. დიახ, კარგი, გიპასუხებ, დაგველოდეთ. კიდევ ერთი კითხვა გვაქვს, გისმენთ? დირექტორებს ალო? და საინტერესო იყო. თქვენ ეთერში ხართ, ხალბატონო, ხო არ აი შეგეკითხებათ. ისეთი კითხვა მაქვს. აი მესამე კლასში მყავს შვილი. ბავშვი ძალიან ცუდად კითხულობს, ბიჭია. ერთმანეთში ურევს ასოებს, რიცხვებს, ამას ძალიან განიცდის. აი რასთან გვაქვს საქმე და რას გვირჩევდით? კარგი, გიპასუხებ. მადლობ. სამწუხაროდ მრავალენოვანი ბავშვის მშობელი გაგვეთიშა, თქვენ გაინტერესებდათ ალბათ რამდენიმე კითხვის დასმა, თუ შეუძლია დაგვირეკოს ისევ ტელეფონზე და გავესაუბრებით, მაგრამ ვეცდებით რომ ისედაც გავცეთ პასუხი, არა? მოდით მეორე შეკითხვა გვაქვს, ჯერ ორსულობის დროს დაძაბული ცხოვრება თუ ახდენს, იცით რა, ეს სხვათაშორის ძალიან დიდი პრობლემაა, არა მხოლოდ ეს დეკრეტში, ადრე 7 თვის ასაკიდან მე-7 თვეზე ქალს უშვებდნენ დეკრეტულ შვებულებაში და ეხლა ლამის მშობიარობის წინა დღეს იძულებულია, სოციალური მდგომარეობის გამო იაროს სამსახურში არ დაკარგოს თავისი სამუშაო ადგილი. მოქმედებს თუ არა ეს დაძაბული ცხოვრება? პასუხიც ალბათ მოიცავს ეს კითხვაში პასუხიც არის. მოდი ესე ვთქვათ, ალბათ ამ შემთხვევაში ამ სტრესისგან გამოწვეული მეორადი პრობლემების გამო თუ წამოვა, ვთქვათ, მე შემდგომში განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები, თუ ვთქვათ, ამ სტრესის გამო მშობელი შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, მედიკამენტების მომხმარებელი, ან თუნდაც მაგალითად ევროპაში ძალიან ბევრი შემთხვევა არის ალკოჰოლდამოკიდებული დედები, რომლებიც შემდეგ ამის გამო ეძალებიან, ვთქვათ, სხვადასხვა ნივთიერებებს, რომელმაც შეიძლება რაღაცა გარკვეული ტიპის პრობლემები შექმნას. სიმართლე რო გითხრათ, ჩემ პრაქტიკაში, ვთქვათ, რაც ლიტერატურას გავცნობი ვარ, ესეთი პირდაპირი მინიშნება, რომ ვთქვათ, სტრესული გარემო მომავალში მეტყველების განვითარების შეფერხებას იწვევს, არ მინახავს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სტრესი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს და შეიძლება სტრესისაგან გამოწვეული მეორადი პრობლემების გამო მოხდეს რაღაცა გარკვეული ტიპის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელმაც შეიძლება თავის თავში მოიცვას მაგალითად ენისა და მეტყველების დარღვევა, ანუ იყოს განვითარების ეტაპების დაყოვნება და მოიცავდეს მეტყველების განვითარებას, თორე სხვა შემთხვევაში მე მგონი ესეთი პირდაპირი კორელაცია არ უნდა იყოს. ეს მრავალენოვანი ბავშვი, რამდენიმე ენაზე ესაუბრებიან, თვითონ კი ცოტას მეტყველებს. იცით რა, საერთოდ ამბობენ რომ თუ ბავშვს არ აქვს წინაპირობა, ასე ვთქვათ, ენისა და მეტყველების განვითარებაში რომ მქონდეს პრობლემა, ორენოვნობა არ უნდა უქმნიდეს მას პრობლემას და არ უნდა შეაფერხოს, ვთქვათ, შეიძლება მარაკს იფსებს ეს ბავშვი ჯერჯერობით, არა? ჩვენ თუ დაუყურდებით, შეიძლება წლინახევრიდან 2 წლამდე ბავშვი უნდა ვთქვათ მარტივი ინსტრუქციები ესმოდეს, მაგალითად მომეცი ბურთი, წაიღოს ინსტრუქცია. თუ ეს არა, არ მეტყველებს, არ მეტყველებს, შეიძლება თქვათ ეს არ იყოს გამომდინარე დარღვევიდან და მაგიტომ ამბობ მიაქციონ ყურადღება ამას, აბა რა როგორი ინსტრუქცია ესმის ბავშვს. რეაგირებს თუ არა, თქვათ მე რო ვეთქვი მომიტანე ბურთი ან დედას მიეცი ასრულებს დავალებას. უნდა იყენებდეს წესით წლინახევრიდან 2 წლამდე ბავშვი 10 სიტყვას ძალიან გამართულად თუ არა, მაინც ისე რომ თქვათ მისი ოჯახის წევრებისთვის ეს გასაგები. ანუ სამივე ენაზე? არა, რომელი ენაც არის პრიორიტეტული. ახლა როგორ ვთქვა, არ ვიცი, თუ ვთქვა დედა არის ქართველი და მამა რა ვიცი ინგლისელი ან გერმანელი ან რუსი, მაშინ იქნებოდა რეკომენდაცია ასეთი, რომ დედა ელაპარაკოს მხოლოდ ქართულად და მამა მხოლოდ თავის ენაზე. იმიტომ რომ თუ ვთქვა დედა ხანდახან იმას ინგლისურად ელაპარაკება, ხან მამა ქართულ სიტყვას, ეს არ არის რეკომენდებული. და ბავშვი არჩევს თვითონ ის რა ენაზე უნდა იცოდეს, ვთქვათ, თუ სამი ენა უკეთესია თუ ვთქვათ შეთანხმდებიან და ან ერთ პრიორიტეტულ ენას აირჩევენ, სადაც მე ბავშვმა უნდა გააგრძელოს მაგალითად სწავლა რომელ ქვეყანაშიც ან რომელ ენაზე. მაგრამ ისე არ მიყვის, ახლა პატარაა ბავშვი და ასეთი დატვირთვა სამი მხრიდან მოდის ინფორმაცია. ფიქრობს ბავშვი ჭკვიანი ყოფილა. და თუ ორ ენას შორის არის ხოლმე უკეთესია რომ ბავშვმა იცოდეს ვისთან რომელ ენაზე მქონდეს თქვა გარკვეული ესეთი. მაგრამ სირთულე აქვს ამ ბავშვს ოჯახში, სირთულე აქვს. აქცენტს გავაკეთებდი მაინც მიმართული მეტყველების გაგებაზე, ანუ რამდენად ესმის ინსტრუქციები და ჩემი შეკითხვაც უნდა ყოფილიყო ეს. ანუ თუ რეალურად ბავშვს ესმის ის რასაც მასე უბნებიან, ასრულებს ასაკის შესაბამის დირექტივებს, მარტივ ერთეტაპიან დირექტივებს და ამ თვალსაზრისით მას პრობლემა არ აქვს, მაშინ შეიძლება რომ შედარებით უფრო მშვიდად ვიყოთ.
თუ თქვათ მეტყველების დარღვევის შევსება არ ხდება, როგორც ვთქვით, ინსტრუმენტული ჟესტებით, თუ არ არის სხვა კომუნიკაციისათვის აუცილებელი ელემენტები, როგორც არის აი ეს მზერითი კონტაქტი, სითბოს გამოხატულება, მიმიკა ჟესტების ცვლილება და არ არის, ვთქვათ, ინსტრუქციული კონტროლი, არ ასრულებს დავალებებს, ასეთ შემთხვევაში ალბათ მაინც კონსულტაციას ერთს გავაკეთებდი, რომ რაიმე არ იმალებოდეს აი ამ ტრილინგვალური ოჯახის იმასაც ქვეშ. გავაგზავნოთ დავავიწყდეთ დამატება მინდოდა და არა უშავს და შემდეგ ერთი კითხვა გქონდა კიდევ მშობლისა ბავშვი მესამე კლასშია და ცუდად კითხულობს ურევს ბგერებს ერთმანეთში აი საყურადღებოა თუ არა საყურადღებოა მაგრამ წერის დროს იყო ეს თუ კითხვის დროს უნდა ვნახოთ ჩვენ თქვათ დავაკვირდეთ გამოაქვს თუ არა მას შინაარსი წაკითხულიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ურევს თქვათ ერთი და იგივე ბგერებს თუ თქვათ ყველაფერს აბრუნებს ანუ სარკისებურ მაგალითად ძს ხში ურევენ თუ არა თუ სხვა ბგერებს ანუ საკმაოდ ბევრი კითხვა ჩნდება ესეთ დროს ძალიან რთულია შორიდან პასუხის გაცემა უნდა ვნახოთ წერის დროსაც ურევს თუ არა თუ ეს მარტო თქვათ კითხვას ეხება და რამდენად დავამატებდი ისევ ანუ რამდენად მისი ინტელექტუალური განვითარების ასაკი შეესაბამება, ასე ვთქვათ, თანატოლების ინტელექტუალურ განვითარებას, ხო? ანუ თუ კითხვის პრობლემების გარდა მას არ აქვს პრობლემა, ასეთ შემთხვევაში დავარქმევ ამას სახელს, შეიძლება საუბარი იყოს დასწავლის სპეციფიურ დარღვევებზე, რასაც დისლექსია ქვია, სავარაუდოდ ძალიან გავს ამას. თუმცა თუ დასწავლის სირთულეები შერწყმული არის ზოგად განვითარებასთან, აი ინტელექტუალურ განვითარებას რაც ქვია, ასეთ შემთხვევაში ძალიან საყურადღებო იქნებოდა და ნამდვილად ურჩევდი მშობელს მიაკითხოს სპეციალისტის, ანუ მოგვაკითხოს და ჩვენ ვასწავლით იმ გზებს, რომელიც დაიხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. ჩვენი მოძებნა ინტერნეტში არის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი თბილისში და შეუძლიათ მისამართი. ასევე მნიშვნელობა აქვს წერა-კითხვის დროს, რომ თქვათ სხვა საქმიანობებში რამდენად ყურადღებით ახდენს და რამდენად კონცენტრირებულია, თქვათ სხვა არა სასკოლო. არა წერა-კითხვის დროს. ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ზოგჯერ თქვათ ყველაფერში კონცენტრაცია, ყურადღების კონცენტრაცია უჭირს და ზოგჯერ მხოლოდ წერა-კითხვის დროს, რაც არის დისლექსიის პრობლემა. მოდით ერთი კითხვა გვაქვს კიდევ და მე რედაქტორს ვთხოვ, რომ მე შეკითხვას ნუ შემოუშვებს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს და დაგვჭირ კიდე სასაუბროთ. ეს ერთი შეკითხვაც მივიღოთ და შემდეგ უკვე მხოლოდ ჩვენ ვისაუბროთ ჩვენ ჩამოთვლილ საკითხებზე. გისმენთ? გამარჯობა. იცით, ესეთი შეკითხვა მაქვს. თუ შეიძლება სხვისი მიბაძვით დაეწყოს ბავშვს მეტყველების დეფექტი? ენა ბორძიქს გულისხმობ თუ კაცრავად? დიახ. მაგრამ შეკითხვისათვის. დიახ. იცით რა მეცნიერულად ეს არ არის დამტკიცებული ანუ არ მტკიცდება ეს ფაქტი რომ შეიძლება ვთქვათ ბავშვმა ვიღაცის მიბაძვით ყოველ შემთხვევაში ქრონიკული ენაბორძიკი რა შეიძლება რაღაც ერთი პერიოდი გააკეთოს და შემდეგ როგორც ვთქვათ შეიძლება ჟესტებით და მიმიკებით ვიღაცას მიბაძო ვთქვათ თანატოლს ან დას ან ძმას მაგრამ ესე რომ მუდმივად დარჩეს ბავშვს ენაბორძიკი ეს არ მტკიცდება მეცნიერულად რა სახის დარღვევები არსებობს მეტყველების განვითარებაში? ახლა ვინაიდან ჩვენ დროის დეფიციტი გვაქვს, ამოვიკითხეთ თქვენ რო არ შეგაყოდოთ და მე აქ ჩამოვთვლი, იმდენნაირი არსებობს დისლალია, რინოლარია, დიზარტრია, ხმის დარღვევა, ტემბრის, ბრადილალია, ენის ბორძიკი, ალალია, აფაზია, ყველას თავისი მახასიათებლები აქვს და განსაზღვრებები როგორ არის? ან გამოთქმა არის დარღვეული ნორმალური სმენის დროს ან რაიმე ორგანული დაზიანების გამო ზოგს გლაგამი აქვს ენაზე, ზოგს გლის ხახან, რაღაც სხვა ვერ ლაპარაკობს, ან ძალიან ჩქარა მეტყველებს, ზოგი ძალიან ნელა მეტყველებს. მიზეზებიც სხვადასხვა არის, არა? რა თქმა უნდა. აი რა მიზეზები შეიძლება იყოს? ზოგადად მაინც ნევროლოგიური ხასიათის არის თუ რა ხასიათის არის ეს მიზეზები? სხვადასხვა მე ვიტყოდი რომ ენის და მეტყველების ეს დარღვევები ზოგადად კომუნიკაციურ დარღვევებში ერთიანდება. თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ახლა ზოგიერთი აქედან არის წმინდა ენის დარღვევა, ზოგიერთი არის მხოლოდ მეტყველების დარღვევა, ზოგიერთი შეიძლება იყოს შეთავსებით, ხო? მაგალითად აფაზია, რომელიც თავის ტვინის დაზიანების შედეგად ვიღებთ, იმის მიხედვით თუ რომელ უბანში არის დაზიანება, შეიძლება იყოს ეს მეტყველების დაზიანება, შეიძლება იყოს
ენის დარღვევა შეიძლება იყოს ორივე ერთად. ხშირად არის ეს თქვა დასულ ადამიანებში, როდესაც ინსულტის შემდგომ ხდება მეტყველების დარღვევა. ხო, მეტყველების მე დარღვევა. იმიტომ ჩამოვთვალე რომ მშობელმა იცოდეს რამდენი სახის ბავშვებში პათოლოგია არსებობს აი თუ დასათაურების მიხედვით რომ სანამდე ელოდოს მშობელი როდის უდღა გამოიქცეს უკვე ექიმთან აი რა საკამდე შეიძლება ელოდოს მე მინდოდა აქ ვეღარ ვასწრებთ უბრალოდ თვეების მიხედვით ჩამოგვეთვალა რას უნდა აკეთებდეს ბავშვი ერთისთვის ასაკში მეტყველების კუთხით მაგრამ ამის საკითხვა ყველა დღევანდელ ახალგაზრდა მშობელს შეუძლია ინტერნეტში ეს ყველაფერი კიდევაც თქვენს გვერდზეც არის და ასე რომ საკითხვა ყველა შეუძლია და ვთხოვოთ მაშინ ეს ისწავლონ და დღეს ამაზე აღარ დავკარგოთ დრო, მაგრამ აი როგორც კი შეამჩნევენ რომ ვთქვათ მისი ორ წლამდე შეიძლება ვთქვათ, აი მე მაგალითად ყავს ერთი მშობელი, რომელიც ძალიან წუხს რომ აი 2 წლის ნახევრის არის და უშენი რა კარგად ლაპარაკობს და ჩემი კიდე რამდენიმე სიტყვას ამბობს. ელოდოს თუ 10 სიტყვა მაგალითად არის ნორმა, ამიტომ ვამბობ ნორმები 2 წლის ნახევრის ასაკში 10 სიტყვა არა მეტი, 20 წლის ნახევრის მეგონა. 2 წლის ნახევრის 20 და ვთქვათ 30 გააჩნია როგორ იყენებს, როგორ ესმის, უფრო მეტი სიტყვებს ამბობს თუ უკვე წინადადებებში ათავსებს ამას რა. ყოველთვის ვიდრე ვთქვათ ესმით გაგებას გულისხმობ. აღიქვამენ ვიდრე თვითონ ახდენენ ამის პროდუცირებას. ამიტომ ამაზე ანუ თუ შეწუხებულია მშობელი რა უდეს წინ რა წინააღმდეგობა რომ არ წავიდეს ექიმთან, თუნდაც პედიატრთან, სადაც მიღება უფასოა აბსოლუტურად. კი ბატონო, აი აქ ეს დავამატებდი რა. აი ჩვენ ვისაუბრეთ გვიან მოლაპარაკე ბავშვებზე, ხო, აი late talkers რაც ქვია. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენთვის ექიმებისთვის ეს არის გამორიცხვის დიაგნოზი. ანუ მე თუ ვთქვათ გამოვრიცხავ განვითარების სხვა ტიპის დარღვევებს და მრჩება მხოლოდ მეტყველებასთან ასოცირებული პრობლემა და არის ოჯახური წინასწარ-განწყობა, მე როგორც ექიმა შემიძლია დავსვა გვიან მოლაპარაკე ბავშვის დიაგნოზი, თქვა, თუმცა ეს დიაგნოზი არ არის, იმიტომ რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში არ შედის. მაგრამ სხვა შემთხვევაში აი პირდაპირი მესიჯი რაც შეიძლება იყოს ჩვენი გადაცემის დღეს არის ის რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში თუ ეს მშობლისთვის შემაწუხებელია, იმიტომ რომ მშობლის დონის ინფორმაცია ბავშვთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ არავის არ აქვს. ამიტომ როგორც კი ბავშვის რაიმე ტიპის დარღვევა ხდება პრობლემა და ასე ვთქვათ შფოთვის საგანი მშობლისთვის ძალიან დიდი თხოვნა იქნებოდა რომ მოგმართონ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ მეტყველების განვითარების დარღვევის ქვეშ და ერთადერთი ჩივილით როგორც არის ვთქვათ რომ არ მეტყველებს მის ქვეშ ძალიან ბევრი დიფერენციალური ვთქვათ დიაგნოზი იმალება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადრეულ ასაკში ჩვენ დავინახოთ, ამოვიცნოთ და შემდეგ ადეკვატურად ჩავერიოთ. აი აუტიზმი ახსენეთ ერთ-ერთი ხომ არ შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული? რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენთან მომართვიანობა აუტიზმის სპექტრის საშუალებას არის ძალიან ხშირი, ძალიან დიდი, იმიტომ რომ თქვენ ასეთ ბავშვებთან ისე იგი არა? ვართ ერთ-ერთი ის ცენტრი ძალიან წირ რესურსში, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, რომელიც სრული დიაგნოსტიკური აღჭურვილობით არის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი და ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილად დავსვათ აუტიზმის სპექტრის საშუალების დიაგნოზი და პირდაპირ გეტყვით, რომ 10 ბავშვიდან, რომელსაც აქვს აუტიზმის დიაგნოზი მომავალში, 8 ბავშვის პირველადი მომართვიანობა ეს არის მეტყველების დაგვიანება. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მეტყველების დაგვიანების პარალელურად ჩვენ ყურადღება მივაქციოთ კომუნიკაციის განვითარების სხვა ასე ვთქვათ სიმპტომებს, როგორიც არის აი ეს მზერითი კონტაქტი, სოციალური ღიმილი, თითი ჩვენება და ასე შემდეგ. აი რა შეუძლიათ მშობლებს იმისთვის, რომ საქმე არ მივიდეს მეტყველების დარღვევამდე ან ჩამორჩენამდე, რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ მათ? აი ახლა რადიოდან რაც შეიძლება პრაქტიკულად რაც მე ვთქვი რომ შეუქმნან ისეთი გარემო, სადაც ბავშვს ექნება რა თქმა უნდა ყველა ბავშვს მოწონს თამაში, ხო? ამიტომ ძალიან მარტივია თამაშის სახით შეთავაზოთ ისეთი აქტივობები, რაშიც შეგვიძლია რომ გამოვიცნოთ ბავშვი. ასე ვთქვათ, დავასახელოთ, დავათვალიერებინოთ წიგნები, ხომ არა გაქვთ თქვენ საიტზე რაიმე ასეთი თამაშები, ვარჯიშები შეთავაზებული? გავითვალისწინებთ ამას და თუ იქნება ესეთი სოციალურად შექმნის რჩევები.
იცით მე აი წავიკითხე რომ აი როდესაც მშობელი მიდის ამ ჩივილებით ექიმთან ძირითადად ექიმი უსვამს ასეთ შეკითხვებს როგორია სომატურად ბავშვის ჯანმრთელობა ანუ ზოგადად ხომ არ აქვს რაიმე ნევროლოგიური დიაგნოზი ხომ არ არის დღენაკლული ხომ არ აქვს ჩამორჩენა საერთო ფსიქომოტორულ განვითარებაში თუ აქვს აქტიური ურთიერთობები გარშემო მყოფებთან და ოჯახის წევრებთან აი ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მშობლებს ახლა ამიტომ წავიკითხე მე ეს და ბოდიში თქვენ კომპეტენციაში შევიჭერი მაგრამ ამოვიკითხე ერთგვარი ტესტი იყოს აი ჩამოვკლი როგორია სომატურად ბავშვის ჯანმრთელობა ხომ არ აქვს პლუს კიდევ რაიმე ნევროლოგიური დიაგნოზი ხომ არ არის დღენაკლული ხომ არ აქვს ჩამორჩენა უფრო საერთო ფსიქომოტორულ განვითარებაში თუ აქვს აქტიური ურთიერთობები გარშემო მყოფებთან ეს არის ერთგვარი ტესტი რომელსაც ექიმი იმიტომ გამოკითხავს სწორედ რომ გაითვალისწინოს ალბათ რა მიმართულებით გაამახვილოს ყურადღება აი მშობელსაც შეუძლია ამ ტესტზე უპასუხოს და თუ აქედან რამდენიმე შეკითხვაზე დავარქვათ ამას აქვს მინუსი უარყოფითი პასუხი მიმართოს ალბათ ექიმს არა მე ამიტომ ბახსენე ზუსტად კომუნიკაცია რომ იქამდე სანამ ბავშვი მეტყოლებს მას უნდა კონდეს ასე ვთქვათ სამყაროს ინტერესი უნდა აინტერესებდეს რაიმე საგნები ადამიანებთან ურთიერთობა ეს არ არის აუცილებელი რომ ბავშვმა რაღაცა თქვას უნდა მოვიდეს შეგეხოს გაგახედოს რაღაცა დაგანახოს ანუ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანია ამასაც მივაქციოთ ყურადღება სანამ და ალბათ თქვენთან არის გარკვეული სახის ვარჯიშები ინდივიდუალური მიდგომები არა აი როგორ მუშაობთ თქვენ ბავშვებთან მე ხო ანუ ვიწყებთ როგორც წესით ასე ვთქვათ დიაგნოსტიკით დიაგნოსტის დადგენის შემთხვევაში შემდეგ ხდება გადამისამართება იმის მიხედვით თუ რა დიაგნოსტიკურ კატეგორიასთან გვაქვს საქმე ძირითადად ამას ახლა მკურნალობა დავარქვათ თერაპია ფსიქოსოციალური აქ შედის ვარჯიშებიც თამაშებიც ყველაფერი მორგებულია ასაკზე რა თქმა უნდა რადგან ძირითადად მაინც არიან უფრო ვთქვათ პატარა ასაკის ბავშვები ხდება ყველა ეს აქტივობა მორგებულია მათ ინტერესს არის რთულია გააჭერო 1 საათი ბავშვი და რაღაცა დასვა მაგიდასთან და ამეცადინო კლასიკური იმედი ამიტომ ყველაფერი მორგებულია მის ასაკს მის შესაძლებლობებს აუცილებლად თამაშის და სხვადასხვა საინტერესო მასალებით საბოლოოდ უნდა დავასკვნათ რომ დადგენილია მეცნიერების რომ თუ 5 წლის ასაკისთვის ბავშვის მეტყველება ჩამორჩება მისტოლებთან შედარებით მაშინ ეს ჩამორჩენა შემდეგ 5 წლის ასაკის შემდეგ უკვე სკოლის პრობლემებში გადაცოცდება და სკოლის უნარების რომელიღაც დარღვევად იქცევა იქნება ეს წერა კითხვა ჰუმანიტარული საგნები მათემატიკა და აქ უკვე ძალიან ნერვიულობები მშობლები და რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვინდა ამიტომ ჯობია რომ დროზე მივაკითხოთ ექიმს მე შევახსენებ მსმენელებს რომ დღეს კონსულტაციას გვიწევდნენ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპევტი ანა შამათავა და ცენტრის ფსიქიატრი მედია ზირაქაშვილი ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ძალიან საჭირო საუბრისათვის შეგახსენებთ რომ ეთერში იყო მშობელთა სკოლა გადაცემას ჟურნალისტი მანანა მახარაძე უძღვებოდა პირდაპირ ეთერში ხმის რეჟისორი თეა ბიჭაშვილი რედაქტორი ფათი თევდორაშვილი გახდათ მომავალ ოთხშაბათს ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მშობელთა სკოლა